სულ რაღაც ნახევარი საათის წინ დასრულდა სოლიდარობის აქცია, გეტყვით იმას, რომ დაახლოებით 4 საათზე შეიკრიბნენ ჩვენი კოლეგები, ჟურნალისტები და ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების წევრები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებდნენ მზია ამაღლობელს, ჩვენს კოლეგას და რომლებიც მოითხოვდნენ მის გათავისუფლებას. ასევე ისინი მოითხოვდნენ, რომ ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს უფლებამოსილება შეუწყდეს, რადგან ის არასათანადოდ მოეპყრო მზია ამაღლობელს მისი დაკავების შემდგომ. გეტყვით იმას, რომ აქ მოსულ ხალხსთან მოტანილი ჰქონდა სხვადასხვა ბანერები, რომელზეც იყო მზია ამაღლობელის ფოტო და რომელზეც ეწერა თავისუფლება მზიას, ასევე თავისუფლება პოლიტპატიმრებს და ასევე მათ თან ჰქონდათ წიგნი, მარია რესას წიგნი, როგორ დავამარცხოთ დიქტატორი და სწორედ ეს წიგნი 14 იანვარს, მაშინ როდესაც მზია ამაღლობელი წინასწარ პატიმრობაში დატოვეს, სწორედ მას ჰქონდა ეს წიგნი მოტანილი და აქ მოსული ჟურნალისტები, ჩვენი კოლეგები, ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს სისხლის, რომ მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის საქმეზე დაეკისრა, ასე ვთქვათ, ეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა და სწორედ ისინი ამბობენ, რომ ეს არის პოლიტიკური მხარე, რადგან მზია ამაღლობელი ამ წლების განმავლობაში ასრულებდა დამოუკიდებელ და ჰქონდა მას დამოუკიდებელი და თავისუფალი ჟურნალისტური საქმიანობა და ის არის ნეტგაზეთისა და ბათუმელების ხელმძღვანელი და დამფუძნებელი და ისინი საუბრობენ იმაზე, რომ ჟურნალისტებს მაშინ, როდესაც დღეს მათ უნდა გააშუქონ სხვადასხვა ამბები, უწევთ, რომ გამოვიდნენ ქუჩაში და გააპროტესტონ ასეთი ქმედებები. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ არ გაჩერდებიან იქამდე, სანამ მზია ამაღლობელი, ჩვენი კოლეგა არ იქნება თავისუფალი და საუბრობენ იმაზე, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოლიდარობა იყოს და სწორედ სოლიდარობის აქციები, ეს პირველი აქცია არ არის, გეტყვით ამას, რადგან მედია უკვე რამდენიმე სოლიდარობის აქციას მართავს მას შემდეგ, რაც მზია ამაღლობელი დააკავეს და გეტყვით იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან უკვე მათ მსვლელობით გადმოინაცვლეს საქართველოს პროკურატურასთან და სწორედ აქ გაგრძელდა საპროტესტო აქცია. აქ სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულები და ასევე იყო სიტყვით გამოსვლებიც. იყო ზოგადად სიგნალი ყველა ჟურნალისტისთვის, რომ ხელისუფლება უკვე ციხით მედიის გაჩვენების გზას დაადგა. ამ რეალობაში ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სანამ შეგვიძლია, სანამ ჯერ კიდევ თავისუფალი სატელევიზიო არხები ანთია და ონლაინ ახერხებს ოპერირებას თავისუფალი მედია, ჩვენი პროტესტის ხმა გავაგონოთ საქართველოს და საქართველოს მოქალაქეებს ავუხსნათ, რა საფრთხის წინაშე არის დღეს ქვეყანა. მის დღეს ფიქრობს, რომ არის ჩუმად, იმიტომ რომ მგონია, რომ რაღაც არ ეხება მას, ხვალ შეიძლება ნებისმიერი მათგანი აღმოჩნდეს მზიას ადგილას. ჩვენ ვნახეთ განსაკუთრებული სისასტიკე მზიას შემთხვევაში, როდესაც დაკავებულ ქალ ჟურნალისტს პოლიციის უფროსი პოლიციის განყოფილებაში სახეში აფურთხებს, მის ცემას ცდილობს, საპირფარეშო ოთახში არ უშვებს, წყლის დალევის საშუალებას არ აძლევს. რა არის სხვა წამებასთან განხანაბრებული მოპყრობა, თუ არა ის, რის შესახებაც საუბრობდა საია, როდესაც დატოვა მზია ამაღლობელის საკანი. ეს არის ძალიან საშიში მოვლენები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება და დღეს თითოეული მოქალაქის ვალია, რომ ამაზე ხმა არ მოიღოს. მზია ამაღლობელი რეალურად არის თავდადებული ჟურნალისტი, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ მთელი მისი ზრდასრული სიცოცხლე ცხოვრება შეწირა იმას, რომ მედია, მაღალპროფესიონალური მედია პლატფორმები შეექმნა და ამ ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის შეეწყო ხელი. და დღეს, როცა მზია არის საპატიმროში, ეს ნიშნავს, რომ ქართული დემოკრატიის მომავალია საპატიმროში და მთელი ძალისხმევა, რომელიც თაობებმა ჩადეს იმაში, რომ არაფრისგან ამ ქვეყანაში დემოკრატია აეშენებინათ და სწორედ ამას მიუძღვნა მთელი თავისი ცხოვრება მზიამაც. ჟურნალისტებს არ გვიხარია აქციებზე დგომა, როგორც აქციის მონაწილეებს, ჩვენ გვირჩევია, რომ ვაშუქებდეთ აქციებს, მაგრამ ამ ხელისუფლებამ მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, როცა გვიწევს ქუჩაში ვიცავდეთ საკუთარ უფლებებს და კოლეგების უფლებებს. მზია ამაღლობელის დაკავება არის უკანონო, მზია უნდა იყოს თავისუფალი, ჩვენ ვითხოვთ ამას, ასევე ვითხოვთ დგებუაძის პასუხისმგებლობას. მზია
მედია დღეს არ უნდა იყოს ციხეში და უნდა იყვნენ ციხეში ის ადამიანები, რომლებიც გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, გაუსწორდნენ ადამიანებს, ვინც იქ იყვნენ, აქციის მონაწილეებს გულისხმობ და რომლებიც არ დასჭილან. ამ დროს ვხედავთ ჩვენ, რომ ჟურნალისტი, რომელიც ემსახურება თავისუფალ სიტყვას, რომელიც წლებია მუშაობს იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში იყოს დემოკრატია, არის ციხეში. რაც არის ყოვლად მიუღებელი და წარმოუდგენელი. მედიას უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც ეხება სისტემა, მათ შორის მედიის წარმომადგენლების ცემით დაიწყო აქციების დაშლა და სხვა ადამიანების წამებაც, ესენი ჟურნალისტები იყვნენ პირველი ადამიანები, ვინც აწამეს, თუმცა ეხლა არის პირველი შემთხვევა, რამდენადაც ვიცი, როდესაც მედია მენეჯერი გახდა სისხლის სამართლებრივი დევნის სამიზნე, რასაც ცალსახად ვაფასებთ პოლიტიკურად. ჩემი აქ მოსვლის მიზანი არის ჩემი მხარდაჭერის გამოხატვა და თანადგომა მედიის მიმართ ზოგადად და კონკრეტულად პირადად ქალბატონი მზია ამაღლობელის მიმართ და მოთხოვნა არის ორი მისი თავისუფლება, პირველ რიგში მისი აღკვეთი ღონისძიების შეცვლა, რისი სამართლებრივი საფუძველი არც მორალური ამას აღნიშნავ და არც სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. პროკურატურა ამბობს, რომ თურმე თუ გამოვა გარეთ ქალბატონი მზია ხელმეორე ჩაიდენს დანაშაულს, ანუ გეუბნებიან, რომ იპოვის სადღაც ამ პოლიციის უფროსს და თავს დაესხმება, რისის უნდა ცხადი არავის არ ჯერა და მეორე მოთხოვნა არის დგებუაძის ბათუმის პოლიციის უფროსის დაუყოვნებლივ უწყებიდან გათავისუფლება. გეტყვით, რომ 11 იანვრის საღამოს მზია ამაღლობელი პირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს სტიკერის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა იფიცება საქართველოს, შემდგომ კი ხელწერილი საფუძველზე გაათავისუფლეს და რამდენიმე წუთში კვლავ დააკავეს, ოღონდ უკვე სისხლის სამართლის საქმეზე. გეტყვით იმას, რომ პროკურატურა მას ედავება პოლიციელზე თავდასხმას, რომელიც ბრალის დადასტურების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ჟურნალისტები მოსულები იყვნენ საქართველოს პროკურატურასთან, ასევე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და აპროტესტებდნენ ჩვენი კოლეგის მზია ამაღლობელის ამგვარად, ასე ვთქვათ, ბრალდების წაყენებას და ისინი საუბრობენ, რომ გააგრძელებენ ბრძოლას იქამდე, სანამ ჩვენი კოლეგა არ იქნება თავისუფალი და დღეს გეტყვით, რომ პროტესტის 51 დღეა უკვე, რაც საქართველოს პარლამენტთან იმართება საპროტესტო აქციები და დღესაც ტრადიციულად საქართველოს მოქალაქეები შეიკრიბებიან იქ და მათ რამდენიმე მსვლელობაც შეუერთდება.